გამარჯობათ მეგობრებო. დღეს შევისწავლით ინგლისური ენისთვის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, არსებით სახელებს, ანუ nouns. მე ვარ ნატალი და ჩემი წყალობით შენ ამერიდან აქვს შესაძლებლობა ისწავლო ინგლისური ენა სწრაფად, მარტივად და პროფესიონალურად. მოკლედ რა არის არსებითი სახელი და რატომ უნდა ვისწავლოთ ის? არსებითი სახელი არის სიტყვა, რომელსაც დაესმის შეკითხვა, ვინ ან რა. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ნივთი, ადგილი ან იდეა. არსებითი სახელის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინგლისურად საუბრისას მას ვიყენებთ თითქმის ყველა წინადადებაში ან ფრაზაში. თუ ვიცით სწორად როგორ ჩავსვათ არსებითი სახელები წინადადებაში, ინგლისურად საუბარი, წერა და კითხვა ბევრად მარტივი ხდება. არსებითი სახელები ინგლისურ ენაში შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე კატეგორიად. თითოეულ მათგანს სხვადასხვა მნიშვნელობა და გამოყენების წესები აქვს. ამ ვიდეოში შენ დაგხვდება არსებითი სახელების 9 კატეგორია, რომელთა უმეტეს ნაწილსაც რატომღაც ხშირად არ ასწავლიან. ჩემი მიზანია მოსწავლემ უკვე ერთი გაკვეთილიდან ამომწურავად გაიგოს თუ რას მოიცავს თითოეული საკითხი და სწავლების პროცესში მოგიწოდებ, რომ რასაც ვსაუბრობ, გადაიწერო რვეულში, შეასრულო მოცემული სავარჯიშოები და რამდენიმე დღის მანძილზე თავიდან უყურო ამ ვიდეო გაკვეთილს. მოდი დავიწყოთ არსებითი სახელების კატეგორიების ჩამოთვლით. საკუთარი არსებითი სახელები, ანუ proper nouns. ამას ქართულად ასევე შეგვიძლია უწოდოთ კონკრეტული სახელი, რომელიც გვიჩვენებს საგანს, ადამიანს, ადგილს ან რაღაცა განსაკუთრებულს. დაიმახსოვრეთ, proper nouns ყოველთვის იწერება დიდი ასოთი. რატომ არის მნიშვნელოვანი მისი გამოყენება? ის ცალკეულ და კონკრეტულ საგანს აღნიშნავს. proper nouns გვხვდება სხვადასხვა სახით, მაგალითად სახელები და გვარები, ნატალი, გიორგი, მაიკლი, ქალაქები, ქვეყნები, მთები და მდინარეები, პარიზი, დელი, ევერესტი და სხვა. გაერთიანებები, კომპანიები და სასწავლო ცენტრებისა და თუ აკადემიის სახელები. ჰარვარდის უნივერსიტეტი, გუგლი და ასე შემდეგ. ღმერთები, რელიგიები, უძველესი პიროვნებები, რომელიმე ღვთაების სახელები, ასევე ყოველდღიური პროდუქტები ან წიგნების დასახელებები, კოკა-კოლა, iPhone და სხვა. ამ მომენტში ცოტა ხნით დააპაუზე ვიდეო და ინგლისურად ეცადე დაწერო შენი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების სახელები. დაწერა 5 ქალაქი თუ რომელიმე ინგლისურის წიგნით ან გაქვს, ეცადე მოიძიო proper nouns. ასე დაინახავ, რამდენად შეგიძლია გაიგო ეს საკითხი დასაწყისში. მეორე კატეგორია, ზოგადი სახელი, ანუ common nouns, რომელიც გვიჩვენებს ყველაზე ხშირად, ზოგადად, რაღაცას ან ვიღაცას და არა კონკრეტულ ადამიანს, ადგილს ან ნივთს. გაითვალისწინე, რომ common nouns ყოველთვის იწერება პატარა ასოთი, თუ კი ის არ გვიწერია წინადადების დასაწყისში. განსხვავება common nouns-სა და proper nouns შორის. მაგალითი, ზოგადი სახელი არის ქალაქი, city, ხოლო კონკრეტული ამ ქალაქის სახელი, მაგალითად პარიზი. ახალს დააპაუზე ვიდეო და შეეცადა დაწერო 5 ნივთი, რომელსაც ზოგადი დასახელება აქვს, 3 ცხოველი და 2 ადგილი. მესამე კატეგორია abstract nouns, ანუ აბსტრაქტული სახელები, რაღაცის, რასაც ვერ შევეხებით, ვერ დავიჭერთ და ვერ დავინახავთ. თუმცა შეგვიძლია ვიგრძნოთ ან წარმოვიდგინოთ. მარტივად ვთქვათ, ესაა იდეები, გრძნობები, თვისებები, მდგომარეობები და კონცეფციები. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვხედავთ ბედნიერებას ან ვეხებით სიბრძნეს, მაგრამ შეგვიძლია ვიგრძნოთ ბედნიერება და ვისაუბროთ მას. ინგლისურ ენაში მსგავსი სახელების მაგალითებია love, anger, kindness, honesty და ასე შემდეგ. როცა გვსურს გრძნობებზე, იდეებზე და თვისებებზე საუბარი, ვიყენებთ abstract nouns. დროებით დაფიქრდით კითხვებზე, რას გრძნობ, რა ემოცია მჭირდება და ეს დაგეხმარება იპოვო აბსტრაქტული სიტყვები. ახლა შევეხოთ concrete nouns, ანუ სახელს რეალური საგნებისა ან არსებების, რომელსაც სინამდვილეში შეგვიძლია შევეხოთ ან დავინახოთ. მაგალითად ადამიანები, teacher, doctor, საგნები, book, apple, chair, ცხოველები, cat, tiger, elephant, მდებარეობები, home, park. Concrete nounებს ხშირად არ არჩევენ proper nounებისგან. Countable და uncountable nouns, ანუ თვლადი და უთვლადი სახელები. თვლადი არსებითი სახელები შეგვიძლია დავთვალოთ. მათ აქვთ მრავლობითი და მხოლობითი ფორმა, მაგალითად apple და apples. უთვლადი სახელები ვერ დაიცვლება ცალ-ცალკე, რადგან ეს სახელები წარმოადგენს მასას, ნივთიერებას ან აბსტრაქტულ ცნებას. არ შეგვიძლია ვთქვათ one water, two rice და ასე შემდეგ. Compound nouns. ეს არის ორი ან მეტი სიტყვის გაერთიანება, რომლებიც ერთ ახალ მნიშვნელობას ქმნიან. ეს წარმოადგენს სიტყვებს, რომლებსაც შესაძლოა ყოველდღიურად ვიყენებდეთ ინგლისურად საუბრისას, მაგრამ ვერ ვამშვენებთ, რომ არიან compound nouns. მაგალითად, bedroom, mother-in-law, toothpaste. აქ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება სიტყვა იყოს ცალ-ცალკე ან დეფისით დაწერილი. ამას compound nouns ეწოდება. მაგალითისთვის, post office, ice cream და სხვა. როგორ ამოვიცნოთ ისინი? უბრალოდ ვიკითხოთ, აერთიანებს თუ არა ეს სული სიტყვა ერთ საგანს, ერთ მნიშვნელობას. თუ პასუხი დადებითია, ესე იგი საქმე გვაქვს compound noun-თან. Collective nouns. ერთი სიტყვა, რომელიც რამდენიმე ადამიანს, ცხოველს ან საგანს ერთად აღნიშნავს. თუ ერთი სიტყვა ნიშნავს ჯგუფს, ეს არის collective nouns. მაგალითად, team, flock, herd და სხვა.
გაითვალისწინეთ ზოგიერთ შემთხვევაში თუ ჯგუფი აღიქმება როგორც ინდივიდების ერთობლიობა, შეიძლება იყოს მრავლობითი, ანუ plural ზნა. მიუხედავად ამისა, ეს კატეგორია ხშირად იღებს მხოლობით ზნას. თუ ეს საკითხი დეტალურად გაინტერესებთ, გამოყევით ჩემს გვერდს და გაეცანით ამ სახელების სრულ ჩამონათვალს. ახლა შევეხოთ ამ საკითხის ისეთ ნაწილს, რომელიც ხშირად აშინებს მოსწავლეებს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივია თუ სწორად გავიგებთ. Noun phrase არის სიტყვების ჯგუფი, რომლის მთავარი სიტყვა არის არსებითი სახელი და ეს ჯგუფი წინადადებაში ხშირად იქცევა ისე, როგორც ერთი არსებითი სახელი. თუ წინადადებაში რამდენიმე სიტყვა ერთად ერთ საგანს ან ადამიანს აღწერს, ეს არის noun phrase. მაგალითად, red apple, my new bag და ასე შემდეგ. Noun phrase შეიძლება იყოს ქვემდებარე მოქმედებითი ობიექტი ან ეგრეთ წოდებული complement. ახლა კი მოდით დამატებით შევეხოთ არსებითი სახელთა მიმართებაში მნიშვნელოვან გრამატიკულ ნაწილს, რომელსაც ეწოდება noun clause. ესაა სიტყვების ჯგუფი, რომელსაც აქვს საკუთარი ქვემდებარე, საკუთარი ზმნა და მთლიანად წინადადებაში იქცევა ისე, როგორც ერთი არსებითი სახელი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს პატარა წინადადება ან ფრაზა, რომელიც სახელის ფუნქციას ასრულებს. Noun clause-ებს უფრო დეტალურად შევეხებით უკვე სხვა ვიდეოში. ახლა კი მოდით დღევანდელი გაკვეთილი დავასრულოთ პატარა სავარჯიშოებით. თუ კი შენამიერი და ნაპირებ გახდა ჩემი აქტიური მაყურებელი და ისწავლე ინგლისური, დაიმახსოვრე, რომ თითოეული სასწავლო გაკვეთილი აქ დასრულდება პატარა დავალებებით და სავარჯიშოებით. აქ შენთვის მომზადებულია წინადადებები, სადაც უნდა იპოვო არსებითი სახელები და დაასახელო, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ეს არსებითი სახელი. შენი პასუხები შეგიძლიათ დამიწერო კომენტარებში, აუცილებლად გამოგეხმაურები და თუ ყველა პასუხი სწორი იქნება, აუცილებლად მოვახვედრებ შენს კომენტარს შემდეგი ვიდეოს დასასრულში. ხოლო ამ ეტაპზე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ საკუთარი თავის განსავითარებლად ამირჩიეთ მე თქვენს მასწავლებლად. დამიჯერეთ ამ სივრცეში ყველაფერი ორიენტირებულია იმისთვის, რომ შენ დახვეწო და კარგად ისწავლო ინგლისური ენა. გამოიწერე არხი, ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოტოვო სიახლეები და ერთგულად მიჰყევი ჩემს სწავლების პროგრამას.